შუადღე მშვიდობის მეგობრებო, ჰაი, როგორ ხართ, რა შვრებით? დღეს ვფიქრობ, პაუზა გვაქვს, არც წასვლის, არც მოსვლის, არაფრის თავი აღარა გვაქვს. ვისვენებთ, ასე ვთქვათ, თუ იმე მოვა ჩვენი კარი ღია, მაგრამ ჩვენ გამსვლელები არცად არ ვართ, ისეთი დახოცილები ვართ და დაყრილები. პრინციპში უკვე 3-ია და ბუნებრივია, რომ ყველა გადაიღალა მთელი საქართველო და ასევე ღვიძლები გადაგვიღალა და თირკმელი და ყველაფერი, ყველა ორგანო ამდენი საკვებით, ხო და დღეს დავიწყე, რა თქმა უნდა, ისევ ჩემი კვება, კალორიული დეფიციტი. დამთავრდა ახალი წელი, აღარ მჭირდება ხამდენი ჩაყრა და მიყრა ყველაფრის. მაგრამ ისეთი კარაქისებური სტრუქტურა აქვს, ამასაც თუ არ დააწიკ ხალხო ხელი კი ვერ ისვამ. ანუ მძიმედ ისვამს რა. მაღლა ამარიკოთ ბებოსთან კვერცხი შეუწვა და მე ამასობაში ცოტა ხანი დრო გამოვყავი. მოსაწესრიგებლად. როგორ ხართ? როგორ ჩაიარა ახალ წლებმა? რო გითხრათ, რომ ჩემთვის 14-მდე ახალი წელია მოგატყუებთ და 7-მდე და რაღაც, ჩემთვის უკვე ჩაიარა. 7-ად, მადლობა ღმერთს, რომ სახლშიც სიმშვიდეა და გარეთაც სადაც დგანან ასაკიანებიც, ახალგაზრდების და უამრავი ადამიანი, იქაც არ არის საფრთხე და 7-ად მიმდინარეობს ყველაფერი და არ გვაქვს აი ესეთი სანერვიულო რომ ვაიმე და ხოცავენ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ეს რაღაც უბედურება არ გამიარა ცოცხალი თავით. კარგი. ესე იგი, დილით, ვაიმე დედა რა არა მათმაცვია რა ქვია ფერები. დილით გოგოებო გავიღვიძეთ და დედამ დაინახა რომ მოვიდა ჩვენთან ცხოვრები ქირით მცხოვრები ის ბიჭი რომელიც უკვე 2 კვირა აღარ ჩანს და ვაიმეო დედაეუბნება მობრძანდითო ჩემი მეუღლეო როგორ ნერვიულობდაო რომ არ ჩანდითო რა და ისე ნერვიულობდაო ხო მშვიდობაო დედაეუბნება და კიო წასული ვიყავი სოფელში და ну კაი დასრულდა საუბარი სანამ მამა ჩამოვიდა მის სანახავად რომ მოეკითხა ეს ჩვენი ყმაწვილი ჩაულაგებია ბარგი და არც მეტი არც ნაკლები გაპარულა სახლიდან მაგარად შეგიძლიათ ადამიანებს ასეთი რაღაცების კეთება და მაგრად მრცხვენია რომ ეს შეგიძლიათ. ასე რომ ჩვენი კუსკუსა რომლის არაფერი არ ვიცით ახლა სულოვნებით მამას დაიწერე ნომერი დაიწერ რო უშვებს სახში ადამიანს ნუ ხო და ჰოპ შეიძლება ოღონდ ანუ გადახდილი ქონდა ერთი თვის იცხოვრა და წავიდა ეხა ესე რო თქვათ რაღაცაო გაპარვაო თითქოს არ ითვლებაო მამამ ანუ დაუმთავრდა დრო და წავიდა იმ ხრივ რომ ანუ ერთი თვის გადახდილი რო ქონდა იცხოვრა და წავიდა კარგი მაგრამ ასე უსიტყვოდ რო ქრები ოჯახიდან ეს იმას ნიშნავს რომ გაიპარე ეგ რა ვიცი ავდეგი წავედი არ არის ანუ ასე არ შეიძლება ასე არ მიდიან ადამიანები ალბათ ამეთახმებით უკვე შემდეგი გადახდა თავი დავანებოთ სულ რო გადასახდელი ქონოდა და ეთქვა რომ ვიცით მე ვერ ვიხდი და მოდი გამიშვით უნდა წავიდე არავინ მას არ დაიჭერდა სახლში და პირიქით ვეტყოდით რომ მადლობა რომ გითხარი და კეთილსინდისიერი ადამიანი ხარ და რო არ გაიპარე ხო და ძალიან ცუდად იქცევა ეს ხალხი არ ვიცი ძალიან მე შენი მეძერო ვარ რომ ანაზღაურება უნდა მქონდეს თვის ბოლოს და შენ ქრები ძალიან ცუდი ტონია და ძალიან მწუხვა რომ ასე შეუძლიათ ადამიანებს გაქრობა რა ვიცი ძალიან ცუდი ტონია რა და შეგეძლოთ ადამიანებს თქმა რომ იცი რა მე ესე და უნდა წავიდე და რომ იპარები არც კაცობაში წერია არც ადამიანობაში წერია და სადაც უნდა დავინახო ხა იქ ბიჭი თუ დავინახე ოდესმე სადმე ჩემთვის კაცის გარდა ყველაფერი იქნება იმიტომ რომ
კაცს ეგეთი რაღაცები არ შეეფერება პირიქით. ქალსაც კი არ შეეფერება და ქალსაც კი აკნინებს მსგავსი ქცევა არათუ კაცს. ხო და ამოწუკმა გავშემარყია ჩვეულებრივად. წამოვალ კადრში რომ ხვდება სტიკერი უნდა მივიკრა. და აი არსეიდან გავპარულიყავით ისე გვეცხოვროს მეგობრებო. ამინ. შენ არა საყვარელო რაღაცას მიხსნის ჩემი შვილი. ავა დავლიეთ გოგოებთან ერთად. დავგეგმავ ახლა დედას თქვენთან შეხვედრის დღეს. შევუთანხმდები, ასე ვთქვათ. ხო და გაგაცნობთ დედას. აქამდეც მინდოდა, მაგრამ ისევაც აქეთ-იქით დავდივართ, მივდივართ, მოვდივართ გოგოებო, რომ ვერ მოგვესწრო, ესე ვთქვათ, თქვენთან გაცნობა, მაგრამ რა თქმა უნდა გაგაცნობ. ყავა დავლიეთ და წაკუსკუსლე ბაზარში, ეგრე მისი დედიკო. ასე. ხო და ხო, დედიკო, შენ პაპას ქვია ალე. გია, ბებოებს ქვია ვერიკო და ზაკოდე. სანდრე, ხო? ვინ დედა? ალექსანდრე და ალეს ვეძახით, დედიკო. შენ რომელიც გინდა დაუძახე, თუ გინდა ალე პაპა დაუძახე. ხო, დღეს ვფიქრობდი ასე რომ აქ სახე ძალიან კი ხედავთ როგორც ვფიქრობთ რომ ცოტა შეიძლება შემცივდა და ცოტა თირკმელთან რაღაცა დისკომფორტი მაქვს. შეიძლება კუნთიც იყოს და არა თირკმელიც და ალბათ მაგის გამოა თვალები იმასავით რომ აქ რა ქვია ჩაქცეული ნერკუშის. რაღაცა არ ამქვეყნიურად რომ გამოვიყურე. შეიძლება მაგის ბრალიც იყოსო. მაგრამ არანაირი ცუდად ყოფნა. ყველა ვართ კარგად მორჩე წერტილი. ვაიმე, ხალ ღოერპესი კიდე გამომივიდა. ხოცის მოვირჩინეთ უჩი და ხა ვიზახი. რაღაცა მტკივა თქო და ამას შეხედეთ. ცოტა ვერ გავიგი რა ხდება ჩემი თავს. და რატომ ხარისა? დაერპესებული ვერ გავიგი. რა ხდება? სხვათა შორის თაგუმა გადამირბინა იქით იყოს და ზოგადად ამბობენ რომ კვების არეულამაც იცის ასე რომ გოგოებო არეული ხომ მქონდა ასე რომ დღეს დავიწყე და მედი ჩადგება თავის ყავა პოტოში და მოდი ყავის მოძღვარა კარგად გავხერხოთ ახლა ჩვენ რაიმე დედიკოს ისე მივეჩვიე ხალხო ის აზრი რომ უნდა წავიდეს უკვე ვიცენტრები ჩვეულებრივად ანუ ისე განვიცდი უკვე რომ ვიცი რომ უნდა წავიდეს და ეს ჩემი შვილი გადამერიოს და იტიროს ხოლმე მაღლა მოითხოვოს ასვლა მაღლა ზაკვარდა ხდეს და მე ხო ისე გუშინ გია ამბობს ხოთა შორის მამა ჩემი რომ ვაიმეო აი ხლაო ყველაზე მეტად ხო ვიცი რომ მე დამაკავდებაო და მაგაში დავეთანხმე იმიტომ რომ სადრო ერთად ცხოვრობთ ადამიანები და სად ზედა ქვედა საფუძე რო აქცევ ადამიანს ყურადღებას ხო ეგრეა ამიტომ რთულია ბუნებრივი მაგრამ რა ვქნათ თქვენ სად შეხვდით მეგობრებო ახალ წელს ბედობას ვიცი რომ ბევრი უკვე სამსახურებში შეხვდით მაგრამ ცუდი არ არის სამსახური დაგებედოს ადამიანს ამ უსამსახურო ქვეყანაში ეგეც ბევრს ნიშნავს ეხლა უნდა გამოვიღო კაი გამახსენდა და აი ეს ყუწუ საჭმელები რომ იყრია ხალხო ცოტა ვიაგეტე ცოტა ეს რაღაცებში გადავიღოთ რომ
გამანთავისუფლოთ ცოტა ჩემი მაცივარი, თუ როგორ გული შემიხონდა. მე აღარ მივირთმევდა, ახლა ჩემი ქმარი ისეთი ჭამელი ნამდვილად არ არის, რომ არ იქა და ძირი გააგდებინოს. ვინეგრეტის გვაქვს. ქვაბებში არც ამაკაც ცოტა მაგაკეთე. კი ბატონო, მოდი გადავიღოთ ჯერ ფელამოში. პატარა რამეში. აქ რა ჯანდაბაა ხო არ იცით, ვაიმე და ამ ბაჟემ მომიღო ბოლო. მოდი გადავიღოთ ტოლმან. იმიტომ რომ ამაშულა შენთვის ყველაფერი რა დროს არის და ჩვენ ვერ ავეწყობით. სადაც უნდა იმაზე გვქონდა, ამიტომ იზი და პაჭაჭო და ჩავყაროთ თავის წვენიანად, რა თქმა უნდა. ვოლა. ესე ჯობია. ვაიმე, ისე მომენატრა ხალხო ლოგის გადაღება, რომ აი აქამდე 10 წუთიანი, 14 წუთიანი, 18 წუთიანი ესე, იმიტომ რომ ნუ აქეთ-იქით დავწანწალებდი და მომნატრებიათ. რაღა დაგიმალოთ. მოდი დავიწყოთ ბაჟე. იმდენად ცოტაა, რომ აი სიმართლე არც ვიცით საწავიღო. რამეში უნდა შევინახო, რაში ეგათქვით თორე, რამეში კი შევინახო. ნამდვილად არ არის ხა ამ ხელა, რომ ამაში ჩავდო, მაგრამ პლასმასის კონტეინერით არ მინდა რომ შევინახო, ამიტომ მოდი და გადავაფაროთ ჩვენი პლასტიკი. მირჩევს ჩემი მეუღლე, იმიტომ რომ ბაჟე უყვარს. მე დედა ჩემო გააკეთა ხალხო ბაჟე. აი ხელებს რჯა იყდეთ ისე. იმენი ზილა ხელი არ გტყივა. თქვი ბიჭას ხე, მარა ბიცოლა ჩემა გააკეთა ბაჟე ხალხო თუსაცივი, ნუ რაღაცა მაგდაგვარი. ანუ კერგამის სინჯავს იმას გავნებით თვითონ ზეთის რაოდენობას. ნუ აი რა გითხრათ ხალხო, აი შადრევადი ზეთის იმდენი გადმოუშვა. ხო და მე ვიხსენებდით, რომ ძალიან ბევრი აწვალა დედა ჩემა და ვერაფრით ხალხო, ვერ გადმოვადინეთ ეშენი ზეთი. ხო და სხვათა შორის მე ამბობდა ბებო, რომ ჩვენს კაკალსო, ანუ ჩვენ კაკალსო ნაკლებად აქ ცხიმიანობაო, ამიტომ არაფრით არ გადმოვიდა ჩვენი ზეთი, აეშალა დედა ჩემს ირმები. მაგრამ გემოები გაუჯდა, აი რა გითხრათ ხალხო ისეთი, რომ თითებს ჩაიკუნეთდით. უმაგრესი ბაჟე. მეორეც მზად არის, რა თქმა უნდა. წავიდა. ეს რა მაგაფიცებთ აქ? რა არის ეს? მოდი გადავიღოთ ასევე ვინეგრეტი, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ყვება, ჰოპ, დათორებული ამბავია. ნამდვილად აღარ ვაპირებ არაფრის მირთმევას, რომ საკმარისზე მეტი მივირთვი. ხო, სალათები მე გავაკეთე. ჯერ ფერი ნახეთ რა კარგია. ვუალა, ეს საკმარისია. სრულებით. მამას გავატანთ სამსახურში. კიდე. ვაიმე რა ვქენი მიშველეთ. თვითონ მეჯავრება ეს პლასტიკები რა, თავს და ბოლოს ვერ ვიგებ ღმერთო. ამის ნერვები სადმო. ვაიმე დედიკოს გვანცა ხარ შენ და სიყვარული ხარ. და სიხარული და ყველაფერი ხარდე. რა მინდა გოგოები ვიყიდო, იცი, ადგილი კი არ მაქვს შესანახი, მაგრამ მაინც
ალუმინის შესანახი ეგრეთ წოდებული კონტეინერები, ეგ მინდა რომ ვიყიდო და ხო არ იცით რა ღირს, აი ალუმინის პატარები იყო. ეგ მინდა რომ ვიყიდო. ოპაც. რა არ გინდა სიყვარულო? აიდე არ გინდა, გინდა, ეხლა ვერ გავიგე, რატო გონია რომ ვიხოხოთ ჩვენი ღომი რომელიც უნდა მივირთვა, ღომს არ აქვს დიდი კალორია სხვადასხვა. ნე, რას ეკეთებ? არ გატეხო კაცო, რა გინდა დებით ხარი? საყვარელო მხარი, რაზე? კი ბატონო, ერთი წამი დამაცადე, მადროვე დედიკო. მოდი საყვარელო, მოდი მოგიხსნა ტვისა. აჰადე, ვაიმე ბოდიში გატკინე. შემდეგი ქათმისალცით გადავიღოთ რამე პატარაში, პაწაწუნებში. აი მესე ყოფა ეხლა მოიცა გავხსნე. რამდენია ვნახო. კი, იყოფა. ხო, ესეც მე გავაკეთე. რაღაცა ტაშის ხმა არ მესმის. და დავღალე ჩემი ოჯახი. ეს მე გავაკეთე, ეს მე გავაკეთე, ეს მე გავაკეთე. ვითომ ახლა მეც იმდენი რამე გავაკეთე, რა. მარა წარმოიგიდგენიათ, დღემდე ძირი ვერ გავაგდებინეთ საჭმელებს. ბეზრდება მე რა ადამიანს რა. აღარ სალათი უნდა და აღარაფერი. რო დაგვეყარასებე. აი მე არ მეყო ამაში. მე ვიმიშლება. პაწაწუნაში რა ჩაეტეო და გვანცა შვიდო. კარგი. აი მე იმდენი მაიონეზი შეიწოვა ხალხო ქათმისალად. იმდენი. ვერ წარმოგიდგენთ. იმდენი შეიწოვა. აი იწოვა და იწოვა რა, იწოვა და იწოვა. და ვამატეთ და ვამატეთ ის არა ქვია. იმედი მაქვს კობარომოვა შეჭამს რამეს, თორე აი არ ვიცი, ერთი ახალი წუთს უფრო დავჭე ჩვეულებრივად. გადავაკრეთ პლასტიკი. ზაირა იძახის ამის გარეშეო, აი ამის გარშე საბერძნეთში ფაქტობრივად ოჯახი არ იარსებებს, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად იყენებენო პლასტიკს. ნუ ეხლა როგორც ჩვენ პრინციპში, მაგრამ ჩვენ კიდე სხვა რამებში ვინახავთ ხოლმე. მაგრამ ესეთი პაწაწუნა ეხლა პლასტმასის კონტეინერში ჩადებას მირჩევნია ეს და ეს გადავაკრა ეხლა რამდენიმე საათით. ასე. ხო, ეს მამაჩემსთან ავუტანო. რამა კიდე აქ ისეთი რაც შეიძლება გადავიტანო და აღარ მაქვს ადგილი. ეს რა არის? მიშველეთ. რატომღაც არ მოვინდომე გოგოებო, არ ვიცი რატომ კექსის მაგვარი რაღაცის გაკეთება. არ ვიცი რატო მოვდუნდი და მივსიკვდილდი, მაგრამ დამეზარა. რა ლაბაზო? ხო, საყვარელო. მაგრად დამეზარა ხალხო. მინდა გითხრათ. ზარმაცი ადამიანის ამბავი. იმიტომ რომ იმდენი ტკბილეული იყო, ეთყობა მაგიტო დავიზარე. იმდენი სახლში რომ მართლა ეხლა რა, ბოლო მეთქი ხელში ავოვივიდა ამდენი ის არა ქვია. მე ამ ლინის ატანა უკვე შეუძლებელია ეს გადავაგდოთ აქ. რატომ არ გინახავს დე? მოვხარშოთ კვერცხი, საღამოსთვის მინდა ხო არ დამეზარა, კარტოფილი მოვხარშო. მაგრამ მე მგონი რომ დამეზარება და ჯობია რომ ჭადი და ტუნა მივირთვა, არ ვიცი ჯერ. უცნაური ის არის რომ ჩემი რაღაცები რასაც მე მივირთმევ, მე დედა რომ ხლა გვერდს. სხვათა შორის მაგებს მთხოვდა ორგანიზმი, აი გუშინდლიდან რა. მაგას თქო. ყო აღარ მინდოდა ანუ ეს საკვები და
შეჩერდიო ეთყობა მთხოვდა და მერიტვეთ მორჩი ჭამასო ალბათ მომთხოვა ჩვენმა ორგანიზმმა ოპა აი ავიდა ნაგავი გავხსნად გაიხარო სამის მომგორა ხო საყვარელო თუ გინდა რა ვიცი შვილო ხალხი ხარ მგონია კაი იდეა იყოს რო გავახოლმე ახალ წლები და აი კარგად რო გავახო ხდები და მე ვიტყვი ხო აჰოი ხე ის მაჭამა რა რაღაცაზე არ ვიცი რა რაცა მომინდება ხოლმე ახლა მომავალში ველოდებით ჩემი ძმის სამეგობროს ძალიან ხშირად ვსტუმრობს მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმა საქართველოში არ ცხოვრობს და უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ყავს ჩემ ძმას ამდენად მაგარი მეგობრები რომ 7 წელია უკვე არ ცხოვრობს საქართველოში და ყოველთვის მოდიან და ყურადღებას გვაქცევენ და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო და რა თქმა უნდა არც ახლა იქნება გამონაკლისი იმიტომ დედა ჩავაფრინდა და დედა ჩემი ძალიან უყვარს ჩემს სამეგობროსაც და ჩემი ძმის სამეგობროსაც ხო და ველოდებით იმცვალე ხო და გადავწყვეტ რომ მწვადი შევწვათ ის გვაქვს რაღაცა შებულილი არ ვიცი რაღაც მოიტანეს არ ვიცი რა ქვია ჭადი ყველი ოლმა მწვადი თქვი ხო და ერთი კარგი დღე მოვიწყოთ ისე რომ ვთქვათ და დარწმუნებული ვარ რომ უმაგრესი დღე გამოვა როგორც ყოველთვის კოდიდი ხანია მათი სიმღერა აღარ მომისმენია დიდად და ჩემი ძმა რა იყოს სულ და ეს სუფრა ნიშნავდა და ნიშნავს და წესით უნდა ნიშნავდეს საუბარს სიმღერას და არა მხოლოდ დავლიე და წავიქეცი და ჩავყავი თავის აცივში კიდე მათ მოძებნე და სომღეროდნენ ხოლმე ყველა ჭიქის მე რომ შემოსხებდნენ აი ეგ მენატრება ძალიან ეგ მდგომარეობა მენატრება მე მგონი ყველაზე მეტად და იქნებ დავითანხმო რომ იმღერონ იმედი მაქვს ნახოთ თუ გამოვა გამბავი რა დედა იყლიყომ დადო იმედი მაქვს ერთ სიმღერას შემოსცხებენ ჩემი ძმარი ბანი ხო და მეტყვიან ხომ აი გვანჩა როგორ ვიმღეროთ ბანია საჭირო და მეთქი სასწაული ადამიანები ყავს გვერდით და ძალიან მიხარია ყველას გისურვებთ რომ ისეთი მაგარი ადამიანები ყავდნენ გვერდით როგორიც მე მყავს როგორც ჩემ ძმას ყავს და უკვე ცხოვრება იქით წავიდა რომ უკვე ყველას ყავს ანუ უკვე ერთი ოჯახი ვართ და აღარ არის ჩემი შენი სამეგობრო აი ესე რომ ერთად ვართ უკვე იმიტომ რომ ყველა ერთმანეთის მეჯვარე ნათლია ეს სულ ვიძახდი დედა რომ ჩამო ბავშვს მოვნათლავ თქო და უკვე აღარ ვიცი ახლა როდის რას ვიზავთ და რადგან დედა უკვე ყოველ წელს ჩამოშება ეხა დავდოთ კიდე მე დედიკო რა გინდა შვილო რა ნათლია სხვისი მეჯვარე და ნათლია საყვარელო და მეჯვარე და კი ხო თათარა უნდა ქათამო მიხვდით რა თქვა დედა იმოჭაყარელო მიხვდით ხო და ის მინდა ჭადები გავაკეთოთ მოდი ახლა უცებ მოვზილოთ თან დედას ეს სიამოვნება და მამა ხო გადამერევე ჭადზე ისე უყვარს ამიტომ მოდი ტყუილად დგომას ჯობი მოვზილო
ტარტიას გადავაგდოთ. მარტი მე გავიტანოთ. ხო, ხომი უნდა გავაცხელო. რადე? უნდა გავაცხელო. უნდა გავაცხელო, კაცო სახლია დამიგრიოთ. რა გადავიცვა რა კაც. ამგები გოგოებო და გრილში გავაკეთებ ჭადებს, როგორც მიყვარს უფრო მეტად, ისე გავაკეთებ. მარიკო რა ხდება მანდ? გაიჭრი ხელს, გამოდი დედიკო, გამოდი ლამაზ ვაფეთ. აქედან ამოიღე თუ გინდა ეს, გინდა საყვარელო დანადეს არ გაიჭრა, გინდა? ეს გინდა სათქვეფი დე? გინდა? კარგი, ჩადე მაშინ ყველაფერი უკლებლივ როგორც ამოიღე. რა გუღდე? მოვზილოთ ჩვენი ჭადები, გრილი ჩავრთე უკვე. გრილში გავაკეთო და დანარჩენს ტაფაზე გავუკეთებ ჩემებს ცოტას. ვერცხი თავს იკლავს. ისე დაშია. დიდი მადლობა ყველას, ვინც მომილოცეთ. დღესასწაულები ყველას ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო. ძალიან მიხარია. ძალიან. და დიდი მადლობა. მეც რა თქმა უნდა ყველას გილოცავთ. უკალებები. ერისა, სქესისა, სარწმუნოებისა, ვინც აღიარებს. ამ დღესასწაულებს ყველას გილოცავთ. სირებად, ჩემს ემიგრანტებს, ვინც ძალიან ბევრნი არიან ჩემი ოჯახიდან დაწყებული, ყველას გილოცავთ. ძალიან რთულია გოგოებო. როცა ახალი წელია და შენ მესაში, ანუ მოხუცთან ღამით ვინც რჩება, ბერძნულად მესაქოს ყველგან არ ვიცი რა ქვია. უწევთ მუშაობა და მათთვის 31 არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ბუდიში მილეკავდნენ. ხო და 31 მოსვავოდი რომ არაფერს არ ნიშნავს, ზოგადად დიდად არ აღიარებენ 31-ს როგორც ჩვენ. რას დედი? შენ უნდა წაისვა. ამიტომ ძალიან მძიმეა ხოლმე ყოველი თითქმის 31 ჩვენი ემიგრანტებისათვის, ვინც ცხოვრობენ საბერძნეთში, სხვაგან არ ვიცი რა ხდება 31-ში. ზოგ ქვეყანაში ალბათ დასვენებაა, ზოგ ქვეყანაში გრანდიოზულადაც აინიშნება, ну როგორც ხდება. და ძალიან რთულია, იმიტომ რომ გიწევს ფაქტობრივად ერთ კედელში გამომწყდება და შენთვის არის ჩვეულებრივი რიგითი დღე. და არაფერი განსხვავებული, იმიტომ რომ სადაც მუშაობ მათთვის არ ხდება არაფერი და შენი რაღაცა იმების ბაჟების თქვეფას და შუშხუნების გასროლას ვერ გაიწევ. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან რთულია. ჩვენი ჭადი მზად არის იმისათვის რომ შევაცვლოთ ღუმელში, რომელიც როგორ რბილს ვერაფრით ვერ დატოვებს, რა თქმა უნდა, ეს 90 კაც უნდა არის და ეგეთი ბევრად მანაყრებს ვიდრე ტაფაზე ის რბილი, მაგას დავაკვირდი. ხო და შევაცვლოთ. დედო რატო ესე მოწყენილი მალიკო? დედა მოუყევი რატო ხარ გაბრაზებული და? შენში ვარ გაბრაზებული. ჩემზე ხარ ნაწყენი, რატო ლამაზ? მალიკო რატო გამებუწე დედა? მითხარი დე რატო გამებუწე დე? მარიამ, რატო გამებუწე საყვარელო? დე, აღარ შემიძლია ხალხო ყველა მე მებუწება. ყველა ჩემზეა გაბრაზებული. ხუმრობ, მაგრამ ეს რატო გამებუტა? ხო არ იცი. დე. შენ უთხარი თოვლის პაპამ რა მოგიტანა? რა მოგიტანა? კუბიკები. მოგეწონა კუბიკები? რა გავაკეთო? დანაპირს არ უხსნის რა ვხობ.
ეს იქნებ მოვირჩინოთ რამენაირად. დედამ კანის კი არა და სახის ის ჩაომიტანა ნიღაბი. ხო და მინდა რომ იმას ვქნა რა ქვია. დედა ნიღაბი? კიდე. რომანი ნიღაბი? გავიკეთო და რომანი ნიღაბი? სახის დედა ეს ისა ავკრძალო რამდენიმე კვირით ჟელე და ყველაფერი რასაც ვისვამ თავზე ჟელე, ლაგი, მუსი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სახლში უნდა ვიყო ძირითადად და ამიტომ ვფიქრობ რომ ცოტა გავუფრთხილდე ამ ამბავს და დავასვენო. ერთ თქვენ ხო გახსოვთ რა დღეში მქონდა თმა და ისე უარესად მეწყება ამდენი ჟელე და მუსების გამოყენებით. ამიტომ ვფიქრობ რომ თავი დავანებო დროებით. და არ შევუჭამო ჩემს კანს ტვინი. მაიმე სადამ აქ ის. რამდენი ხანია ამას ვეძებ? 1-4 დღეა მგონი. ეს არის ძალიან კარგი გიოქსიზონის მავანო გოგოებო, რომელსაც ჩემ ოჯახში ძალიან აქტიურად ვიყენებთ და აქამდე აი ეს მომირჩებო და აი ეს რომ მეპოვა. ეს რაღაცა ღვთისმსჯელივით რომ გამოს. კარგად დავიტანოთ, რომ მას ქნას. აიმე მიშველეთ. მიშველეთ. არა, საყვარელო ავიღე, აქამდე მომირჩებოდა, მაგრამ აბა სადღაც იყო გადავარდნილი. ასევე შეგვიძლია ხელზეც დავიტანოთ იმ ზონაზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს და თქვენ იცით რომ მე კანის სერიოზული სიმშრალე მაქვს, რაც რა თქმა უნდა იწვევს ცოტა გართულებებს. დღეს ბიცოლა ჩემთან მინდოდა გადასვლა მანანასთან, რომელიც სულ ახსენებდა უკვე იცით, მაგრამ გაქანებული კი არა, უკვე გადაქანებული გრიპი აქვს, ამიტომ შეიძლება გადავიდეთ გიოსთან, ჩემ ბიძაშვილთან და სალოსთან. და არ გადავიდეთ მანანასთან, რომელსაც გრიპი აქვს. მივიღებ რჩევებს ჰერპესთან დაკავშირებით, რა ჟანდაბა ვქნა. რომ ეს ხშირად არ გამომეცხადოს იმასავით, დაპატეჟებული უახლოესი ადამიანივით. ყველან რჩევას მივიღებ. გემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურებთ. დროებით. ხოლო მე მიყურე? კი, შენ გიყურებ.